პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა. კანონპროექტი ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. აღნიშნულ კომიტეტებზე წარმოდგენილი კანონპროექტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს. მირიან გორგოძე ისაუბრებს ქუთაისიდან რა შენიშვნები აქვთ დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით. მირიან, გისმენთ. იმ დროს, როდესაც პლენარულ სესიაზე გამოცხადებული იყო შესვენება, გაიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა და აი ამ გაერთიანებული სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი კანონპროექტი. ამ კანონპროექტით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანით ცვლილებები განიხილება და ამ კანონპროექტის მიხედვით ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი ადამიანი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუმცა პარალელურად მას ადმინისტრაციული სახდელი, ანუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეხსნება. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხის განხილვისას კომიტეტებზე, გაერთიანებული კომიტეტის სხდომებზე უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების პოზიცია ფაქტობრივად ერთმანეთს დაემთხვა. დეპუტატებმა ჩათვალეს, რომ საკითხი საჭიროებს უფრო ღრმად შესწავლას და განხილვას და ამ მიზნით ასევე შეიძლება ითქვას, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კობა დავითაშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ჩავარდა. ხარად კომიტეტის წევრები არ გაეცნენ ამ კანონპროექტს. მათ ჰქონდათ საკმარისი ვადა ამისთვის. დღეს იყო ბოლო დღე ამ დასკვნისთვის და ჩემი მოთხოვნით შედგა ეს კომიტეტის სხდომები. მე მოვიქეცი პატიოსნად, საერთოდ დავლედებოდი რომ გასულიყო ეს ვადა, ჩაითვლებოდა დადებით დასკვნათ, მაგრამ მე მინდოდა რომ კომიტეტის წევრებს ემსჯელათ, იმიტომ რომ ჩემი ამოცანა ის კი არის რომ ეს კანონპროექტი გავაპარო. ჩემი ამოცანა ის არის რომ სერიოზული მსჯელობა შედგეს. ჩვენი აზრით არ აღმოჩნდა სათანადოდ მომზადებული. ჩვენ არ დაუჭირეთ მხარი და მინდა გითხრათ, რომ ეს ესეთი ერთსულოვანი იყო ორივე კომიტეტი. როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრებმა არ დაუჭირეს მხარი ამის გატანას პლენარულ სხდომაზე, თუმცა იმავდროულად ითქვა, რომ მოკლე დროში აუცილებელია ჩატარდეს ძალიან ესეთი სერიოზული განხილვა ამ საკითხისა. აბსოლუტური შეუთანხმებლობა არის. ერთის მხრივ უმრავლესობის წევრები არ ეთანხმებიან იმ ინიციატივას, რომელიც წარმოდგენილია კობა დავითაშვილის მიერ, მეორეს მხრივ მთავრობას აქვს აბსოლუტური სხვა ხედვა ნარკოტიკებთან, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ წერილობით ინფორმაცია არ აგვაქვს, ამიტომ ამ სახით შესაბამისი კანონპროექტების განხილვას მე მგონი არანაირი აზრიც არ ქონდა. აღნიშნული საკითხის გარდა დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ასევე იბრძოლეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში, ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მადლობა მირიან, ეს იყო მირიან გორგოძე პარლამენტიდან.